ქმნილებათა შესახებ. ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ღვთის სიყვარულის წვეთებია. ბუნების მშვენიერებანი ის პატარა სიყვარულია, რომელსაც დიდ სიყვარულთან, ქრისტესთან მივყავართ. დატკბით ყველაფრით, რაც გარს გვაკრავს. ყველაფერი ღვთის შესახებ გვასწავლის და მასთან მივყავართ. ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ღვთის სიყვარულის წვეთებია. სულიერიც და უსულოც, მცენარეებიც, ცხოველებიც, ჩიტებიც, მთებიც, ზღვაც, მზის ჩასვლაც, ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც. ეს ყოველივე ის პატარა სიყვარულია, რომელსაც დიდ სიყვარულთან, ქრისტესთან მივყავართ. მაგალითად, ყვავილებს თავისი ლაზათი აქვთ, გვასწავლიან მათი სურნელებით, მათი სიდიადით, გვესაუბრებიან ღვთის სიყვარულის შესახებ, აფრქვევენ თავიანთ სურნელებას, თავიანთ მშვენიერებას, ცოდვილებსა და მართლებზე. იმისათვის, რომ ქრისტიანი გახდე, პოეტური სული უნდა გქონდეს. პოეტი უნდა გახდე. ქრისტეს არ სურს მის გვერდით სქელკანიანი სულები. ქრისტიანი თუნდაც რომ მხოლოდ სიყვარული ჰქონდეს, პოეტია, შიგ პოეზიაში იმყოფება. პოეტური გული ითვისებს სიყვარულს, გულში იკრავს და ღრმად შეიგრძნობს მას. გამოიყენეთ მშვენიერი წუთები. ისინი წინასწარ განაწყობენ სულს ლოცვისთვის, ხდიან მას ნატიფს, კეთილშობილურს, პოეტურს. გაიღვიძეთ დილით, რათა დაინახოთ, როგორ ამოდის ზღვიდან ოქროსფერი მზე. როდესაც რაიმე თვალწარმტაცის სანახაობით აღფრთოვანდებით, თქვათ დიდებული ტაძრით ან რაიმე მშვენიერით, ნუ შეჩერდებით ამაზე. გასდით ამას და გადადით დიდების მეტყველებაზე ყველა მშვენიერებისა, რათა განიცადოთ ერთადერთი მშვენიერება, ქრისტე. ყველაფერი წმინდაა, ზღვაც, ბანაობაც, საჭმელიც. დატკბით ყველაფრით. ეს ყველაფერი ჩვენ გვამდიდრებს და მივყავართ დიდ სიყვარულთან, ქრისტესთან. დააკვირდით ადამიანის ნახელავს, სახლებს, შენობებს, დიდსა და პატარებს, ქალაქებს, სოფლებს. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, მათ კულტურას. დაინტერესდით, მიიღეთ ყველაფრის შესახებ სრულფასოვანი ცოდნა. ნუ იქნებით გულგრილნი. ეს თქვენ დაგეხმარებათ, რომ უფრო ღრმად გამოიკვლიოთ ღვთის საოცრებანი. ეს ყველაფერი ხდება საშუალება, რაც ჩვენ გვაკავშირებს ყველასთან და ყველაფერთან. ხდება მიზეზი ჩვენი ღვთისადმი მადლიერებისა და ვედრებისა. იცხოვრეთ და შეიგრძენით ბუნება, ყველაფერი, რაც გარს გვაკრავს. ბუნება, ეს საიდუმლო სახარებაა. მაგრამ თუ მავანს შინაგანად მადლი არ აქვს, მას ბუნება ვერაფერს არგებს. ბუნება ჩვენ გვაფხიზლებს, მაგრამ არ ძალუძს სამოთხეში შეგვიყვანოს. სულიწმიდით შემოსილი ადამიანი, ვისაც ღვთის სული აქვს, სადაც გაივლის, ყველაფერს ყურადღებით უყურებს, ყველაფერს იყნოსავს. ყველა მისი გრძნობა ცოცხალია, ოღონდ ღვთის სულით. ის სხვებისაგან განსხვავებულია, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის. ხედავს ჩიტებს, ქვებს, პეპლებს. სადაც გაივლის, ირგვლივ ყველაფერს გრძნობს, მაგალითად რაიმე სურნელებას. ის ყველაფერში ცხოვრობს, პეპლებში, ფუტკრებში და ასე შემდეგ. ღვთის მადლი მას ყურადღებიანს ხდის, სურს რომ ყველაფერთან ერთად იყოს. აბა რა გითხრათ? ეს ყველაფერი პირადად მაქვს განცდილი, როცა საღვთო მადლმა მომიხილა წმინდა მთაზე. მახსოვს, როგორ დაუსრულებლად გალობდა ბულბული ტყეში უკან გაშვერილი ფრთებით, რათა ძალა მოეკრიბა. ჰოი, ნეტავ ერთი ჭიქა წყალი მქონოდა, რომ მისთვის მიმეტანა და წყურვილი მოეკლა. რატომ გალობს განუწყვეტლივ ბულბული? რატომ? თუმცა ისიც ტკბება თავისი გალობით. განიცდის ამას და ამიტომაც გალობს ასე დაუსრულებლად. მე ძალიან შთამაგონებდნენ ჩიტები ტყეში. ერთ დღეს კალისიაში წადით და მოусმინეთ ბულბულებს. ქვის გულიც რომ გქონდეს, აგიჩვილდება. განა შეიძლება არ იგრძნო, რომ ყველაფერთან ერთად ხარ. ჩაუღრმავდით მათ მიზანს, რომელიც მათში შემოქმედმა ჩადო. სამყაროს მიზანმიმართულება ღვთის სიდიადესა და განგებულებას წარმოაჩენს. ადამიანებში ღვთის მიზანმიმართულება სხვაგვარად მჟღავდება. გვაქვს თავისუფლება, აზროვნება. ერთხელ ასეთი გეგმა შევიმუშავე.
ფიჭვებში აუზი მოვაწყო და იქვე 2 კუბის მოცულობის წყლით სავსე ავტომატური ბაკი დავდგა, რათა წყალი მიაწოდოს. მაშინ მოვლენ ბულბულები, რომლებსაც ძალიან უნდათ წყალი და ქინქლები და ბუზები. ერთხელ, როცა კალისიაში ვცხოვრობდი, კურნალობის შემდეგ მონასტერში ვრუნდებოდი და ქალბატონი მარია, რომელიც მწყემსი იყო, ვირით ჩემს წასაყვანად მოვიდა. გზაში მას ვკითხე: ქალბატონო მარია, როგორ არის ჩვენი ბუნების სილამაზე, მდელოები, გაზაფხულის ფერები, პეპლები, სურნელება, ბულბულები? არაფერი, ჯერ არაფერი ჩანს, მიპასუხა მან. რას ამბობ, მაისის თვეა და არაფერი არაა? არაფერი, ისე მიპასუხა მან. ცოტა ხანში ამ ყველაფერს გზად ვხედავთ. ყვავილები, სურნელება, პეპლები. ქალბატონო მარია, ახლა რა სიტყვი? არც კი შემიმჩნევია. ცოტას და ჭადრებამდეც მივედით. ბულბულებმა ჭიკჭიკით ლამის იქაურობა აიკლეს. ქალბატონო მარია, შენ ტყუილი მითხარი? არა, საერთოდ არ შემიმჩნევია. თავიდან მეც სქელკანიანი ვიყავი, ვერაფერს ხვდებოდი. შემდეგ ღმერთმა მადლი მიბოძა. მაშინ ყველაფერი შეიცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მორჩილებას შევუდექი. მახსოვს გაქვავებული ხეების გადმონაშთები, მიტილინში რომ ვნახეთ. 15 მილიონი წელია არსებობენ. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ესეც ლოცვაა, როცა ხედავ გადმონაშთებს და ღვთის საოცრებებს ადიდებ. როცა ღვთის თითოეულ ქმნილებასთან სიყვარულით მიდიხარ, ესეც ლოცვაა. როცა ღვთის თითოეულ ქმნილებასთან სიყვარულით მიდიხარ და ყველაფერთან, ველურთანაც კი, ჰარმონიულად ცხოვრობ, ესეც ლოცვაა. მე მწადია და ვცდილობ, რომ განვახორციელო. მისმინეთ, რაღაცას გიამბობთ ამასთან დაკავშირებით. დიდი ხნის წინ ერთი თუთიყუში მაჩუქეს. პირველ დღეებში ძალიან ველური და მოუთვინიერებელი იყო. ვერს კი მივახლოვდებოდი. მაშინვე ჩაგინისკარტებდა. ღვთის მადლითა და ლოცვით მისი მოშინაურება გადავწყვიტე. გუნებაში ან ხმამაღლა ვამბობდი. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე და ზურგზე წნელს ვადებდი, ხოლო ის ამ დროს გალიაში იყო. ამ მოძრაობას 3 ჯერ ვაკეთებდი და თანაც სიფრთხილით. ნაშუავ დღეს იმავეს ვიმეორებდი. მომდევნო დღეს ისევ იგივე. რამდენიმე დღის შემდეგ წნელს ნაზად ვადებდი თავზე და ვამბობდი. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ამას ყოველთვის ფრთხილად ვაკეთებდი, რათა თუთიყუში არ გაბრაზებულიყო. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ ვადებდი წნელს თავზე და მივყვებოდი კუდამდე. ვინაიდან არ მიწევდა წინააღმდეგობას, წნელს ყელზე ვადებდი და ქვემოთ მკერდისკენ ჩავდიოდი, მაგრამ ძალიან ფაქიზად და ყოველთვის ლოცვით, რათა არ გამეღიზიანებინა. შემდეგ ცოტა გავთამამდი. წნელის ნაცვლად ფანქარი ავიღე და იმავე მოძრაობებს ვაკეთებდი. ბოლოს ფანქარიც გადავდე და ხელით ვეფერებოდი. უკვე გაშინაურებულები ვიყავით. ასე რომ გალიიდანაც გამომყავდა, ხარზე მაჯდებოდა და ერთად ცეირნობდით დერეფანში. ასევე როცა საჭმელად ვჯდებოდი, მოდიოდა და ერთად ვჭამდით. ცოტა ვაშლს ვაძლევდი და ისიც ჩემთან ერთად ჭამდა. მაგრამ სამწუხაროდ თუთიყუში დავკარგეთ. ერთი მღვდელი მესტურა თავის შვილებთან ერთად. ბავშვებმა გალია გააღეს და თუთიყუში გაფრინდა. კარგა ხნის შემდეგ სხვა თუთიყუში მოგვიყვანეს. ის, რომელიც ახლა ყვავს. ისიც ველური იყო, როგორც წინა. იმავე ხერხით, ლოცვით, ფაქიზად, ისიც მოვეშინაურე. თანდათანობით სხვადასხვა სიტყვების თქმაც დაიწყო. ამბობს სახელებს, გალიიდან გამოდის, ხარზე მაჯდება და ჩემთან ერთად ჭამს. გალიას საკეტი აქვს. როცა გარეთ გამოსვლა უნდა, მე ვაღებ საკეტს. გამოდის და გალიის თავზე ჯდება. როცა მინდა რომ ისევ გალიაში შევიდეს, ნიშანს ვაძლევ რომ ჩამოვიდეს და გალიაში შევიდეს. მაშინ ის საკეტს თვითონ აღებს და გალიაში შედის. მაგრამ ძალიან ეგოისტია და უნდა რომ ყურადღება მიაქციო, ტკბილად ესაუბრო და არ უგულებელყო. განსაკუთრებით კი შურიანია, ამიტომ არ სურს რომ სხვას ესაუბრო, არც სხვა შეიყვარო, თორემ ძალიან ბრაზობს. ახლა როცა ძალიან დავმეგობრდით, არა მარტო სიტყვები და სახელები ისწავლა, არამედ ლოცულობს კიდეც.
უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ასევე ამბობს, ღვთისმშობელო ქალწულო გიხარորդენ, მიმადლებულო მარია უმფალი შენთანა. ღმერთი არის კეთილი, ღმერთი არის ძალიან კეთილი. გარდა ამისა გალობს კიდეც, უფალო შეგვიწყალე და სხვა. ახლა ერთი არწივიც მინდა მოვიშინაურო. ჩრდილოეთ ევბეაზე ვიპოვე. იმ ადგილას, სადაც განტვირთვის მიზნით მივდივარ ხოლმე. ცოტათი მაღლა ერთი ადგილი ვიპოვე, რომელსაც არწივის ბუდე დავარქვი. ეს სახელი შემთხვევით არ დამირქმევია. ძალიან რთულია იქ ასვლა. სულ კლდიანია, ქვემოთ კი ეგეოსის ზღვა იშლება. როდესაც ატმოსფერო დაწმენდილია, იქედან კავსოკალივიაც ჩანს. ერთ დღეს იქ არწივი დავინახეთ გაშლილი, ვეებერთელა ფრთებით. ნამდვილი მხეცი. ისე წყნარად დაფრინავდა ჩვენს ირგვლივ, რომ საერთოდ არ აქნევდა ფრთებს. ასეთი გეგმა შევიმუშავე. როგორც თუთიყუში მოვიშინაურე, ისევე მოვიშინაურო არწივიც. ჯერა რომ ღვთის შეწევნით, არწივთანაც დავმეგობრდები. ამის მიღწევა შეიძლება წმინდა კეთილშობილური გზით. ფრინველებსაც სჭირდებათ საღვთო მეთოდები, რათა ილოცონ და ღმერთი ადიდონ. მათ კითხვის მოსმენა უყვართ. არწივს ხორციც უყვარს. ამრიგად გეგმავ, რომ დილით ადრე სხვა ორკასთან ერთად კლდესთან მივიდეთ. ჯერ გონებით ლოცვას აღვასრულებთ. შემდეგ ხმამაღლა წავიკითხავთ რამდენიმე ფსალმუნს ცისკრის მსახურებიდან. შემდეგ ვიგალობებთ რამდენიმე საგალობელს, ყოველი სული და ასე შემდეგ. ამავდროულად ვაკმევთ საკმეველსაც. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საგალობლების და საკმევლის სურნელებაც. საკმეველი მოკრძალებული სურნელია, რომელიც ამშვიდებს. წავიღებ ხმელ მოგრძო ფიცარსაც, მეტრანახევრიანი სიგრძისას, ერთ პატარა ჯოხს და დაუკრავთ ტალანდოზე, როგორც მონასტერში უკრავენ. პერიოდულად შევძახებ. იოანე, იოანე, ამ სახელს დავარქმევ. გარდა ამისა, შემწვარ ხორცსაც წავიღებთ თან. კლდეზე ნაკუწებად დაჭრილს დავტოვებთ. ჩვენ კი გავეცლებით. დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე. ამ მანძილიდან მივადევნებ თვალყურს და თან ვილოცებ. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. და ცოტა ხანში არწივი აუცილებლად ჩამოვა ხორცის საჭმელად. მეორე დღეს ისევ იმავეს გავაკეთებთ. არწივი ჩვენს ზემოთ იტრიალებს და როგორც კი ჩვენს გეგმას მორჩებით, ის ქვემოთ დაეშვება და ხორცს შეჭამს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მორჩა. არწივი ჩვენია. რა დროსაც დაუკრავთ ტალანდოზე, ის ხორცის საჭმელად ჩამოფრინდება ხოლმე. რა დროსაც მინდა, მაშინ ჩამოვიყვან ქვემოთ. ასე ნელ-ნელა მოშინაურდება და მასთან მისვლას და შეხებასაც შევძლებ. ცხადია, მას შეუძლია ნაკუწებად მაქციოს, ის ხომ მხეცია. უშველებელი ფეხები აქვს. მარტო მხარზე რომ დაგაждდეს, მთლიანად მოგაჭამს ხარს, თუნდაც რომ ბოროტი განზრახვა არ ჰქონდეს. მაგრამ არსებობს გზები. წავიღებ წმინდა გერასიმეს ხელჯოხს. ზურგზე ორჯერ დავადებ და თან დაუძახებ. იოანე, იოანე, შვენიერი სახელი დავარქვი. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიმბოლოა. მეორე დღეს, როცა ისევ მოვა, როგორც კი ხორცს შეჭამს, სამჯერ გადაუსვამ ხელჯოხს ზურგზე. შემდეგ 4ჯერ, მერე 5ჯერ. მომდევნო დღეს ყელზე გადავალ, შემდეგ თავზე დავადებ და კუდამდე ჩავალ. მერე ყელიდან ქვემოთ ჩავყვები. ასე გავაგრძელებ, სანამ არ დავმეგობრდებით. ასე რომ, შემდეგ ხელით მოვეფერები თავზე, ფრთებზე, ზურგზე და გავაკეთებ იმას, რასაც ხელჯოხით ვაკეთებდი. მაგრამ საჭიროა სიფრთხილე, რადგან ეს სახიფათოა. თუ რამის დაჭერა მოუნდა, თავისი საშინელი ბრჭყალებით შეგჭამს. რკინასავით ბრჭყალები აქვს. საკმარისია ხორცის სუნი გქონდეს და შეიძლება მაშინვე დაგარჭოს ბრჭყალები. მაგრამ არწივი ძალიან ჭკვიანია. ის მეფეა, აქტიურია. თუ ამას მოახერხებთ, მაშინ ნამდვილად შევიგრძნობთ ღვთის მადლს, რომელიც მოგვიხილავს. სხვა რაღაცასაც გიამბობთ. ერთხელ იქ უდაბნოში, სადაც მივდივარ ხოლმე, ჩრდილოეთ ევბეაზე ერთი ქალი, ქალბატონი ელენე მოვიდა და თავისი თიკნები მომიყვანა. მეუბნება, შეგიძლია ჩემს თიკნებს ლოცვა წაუკითხო, რადგან ვერ არიან კარგად. მე წამოვდექი. თიკნები თავისით მოვიდნენ ჩემთან. ხელები გავშალე და ლოცვის კითხვა დავიწყე.
ყველანი ჩემს გარშემო იდგნენ. თავები აწეული ჰქონდათ და მიყურებდნენ. ერთი თხა მომიახლოვდა და ხელზე მეამბორა. უნდოდა რომ მოვფერებოდი. მე მოვეფერე და ეს სიამოვნა. ყველა თიკანი გარშემო მეხვია და ზედ სახეზე მიყურებდა. მე ვლოცულობდი და თან ჯვარს ვსახავდი მათ. ადრე ძაღლიც გვყავდა. როდესაც გარეთ დამინახავდა, მოირბენდა. ხელზე მეამბორებოდა, დამლოშნიდა და მერე გარბოდა, რათა არ დამეტუქსა. ვისაც საღვთო სიბრძნე აქვს, ყველაფერს სიყვარულით ხედავს. ყველაფერი, რაც ბუნებასთან არის კავშირში, ძალიან გვეხმარება ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, როცა ღვთის მადლით ხდება. როდესაც ბუნების ჰარმონიას განვიზდი, სულ ვტირი. რატომ უნდა მოგვბეზრდეს ცხოვრება? და ვიცხოვროთ ღვთის სულით, ჭეშმარიტების სულით. ვისაც ღვთის სული საღვთო სიბრძნე აქვს, ყველაფერს ღვთის სიყვარულით ხედავს და ყველაფერს ყურადღებას აქცევს. ღვთის სიბრძნის მეშვეობით ადამიანი ყველაფერს ეუფლება და ყველაფრით ხარობს. მომისმინეთ, ჩემს ლექსს აგიკითხავთ. ლამბროს პორფირას ეკუთვნის. ამას განვიზდი მე ახლა. სულ თვალწინ მაქვს. ძალიან შეეფერება ჩემს ცხოვრებას. ნეტავ ფერდობის ფიჭვები ყოფილიყო, რომ მათი ურიცხვი ტოტებიდან ერთი დასტა მოეცათ ჩემთვის, რათა მათ გვერდით კიდეში ჩემი ღარიბული ქოხი დამედგა. ნეტავ ზაფხული ყოფილიყო, რომ ჩემთვის მათი გამხმარი წიწვები მოეცათ, რომ წამოწოლილიყავი. მათთან ერთად მათი სიმღერა მემღერა, მათთან ერთად მათი განთიადის ტვენა მომესმინა. შემდეგ კი არაფერი სხვა და როდესაც ჩემი სიხარულით ახსავსე ცხოვრება ჩაქრებოდა, ისე მოეცათ ცოტა მათი ტოტები, რათა ჩავწოლილიყავი ჩემს ვიწრო საწოლში.